2002 წლის 18 ივნისი, საღამო, თბილისი, შოუს ამ საღამოს ქართულ კოლეგებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა აქვს ჩანიშნული. ჩებოდნები თითქმის ჩალაგებულია. ბანკის მახლობლად მის მანქანას 3 პოლიციელი აჩერებს. ფორმები ნამდვილს გავს, პოლიციელები არა. 7 შეიარაღებული კაცი შოუს მანქანიდან გამოათრევს. ქუჩაში სროლაც ისმის, ნამდვილი პოლიცია გამტაცებლებს ებრძვის, მაგრამ უშედეგოდ. ბრიტანელი ბანკირი ქალაქის ცენტრიდან უკვალოდ ქრება. საერთაშორისო რეაქცია მყისიერია, ევროკავშირი დახმარების შეჩერებით იმუქრება, საფრთხის ქვეშ დგება 54 მილიონი დოლარის გრანტი, რომლის გარეშეც ქართული ბიუჯეტი უბრალოდ ვერ ისუნთქებს, ბრიტანული პრესა საქართველოს ბანდიტების ქვეყანას უწოდებს, ტელეგრაფი დეტალს ამჩნევს, გატაცება ზუსტად დაემთხვა ნატოს ეგიდით საქართველოში მიმდინარე წვრთნებს, რომლებშიც 15 ქვეყანა მონაწილეობდა. გამტაცებლები $2 მილიონ ითხოვენ. შედარებისთვის ეს აგრობიზნეს ბანკის მთელი სარეზერვო ფონდის თითქმის ნახევარია.